საღამომშვიდობის დღის მთავარი თემებითა და სტუმრებით ზუსტად 21 საათზე პირდაპირ ეთერშია პოლიტიკური ток-შოუ პირველი სტუდია, მე ეკა მიშველაძე ვარ. დევნილებისათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა გრძელდება, რამდენი ადამიანი დაკმაყოფილდება ამ დროისათვის, რა ვადებში დასრულდება განსახლების პროცესი და გაუმჯობესდა თუ არა ზოგადად დევნილების იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა ახალი ხელისუფლების პირობებში. გადაცემის პირველ ნაწილში ამ და სხვა კითხვებს ტოლვილთა და განსახლების მინისტრი უპასუხებს. შალვა ნათელაშვილის პროტესტი და უნდობლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ, რას გეგმავს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, რატომ აკრიტიკებს ის არასაპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე და რის გარშემო და რატომ ერთიანდება ოპოზიციის ნაწილი. დაგველოდეთ რამდენიმე წამში ჩვენ ეთერში სტუმრებთან ერთად დავუხმობთ. სახელმწიფო პოლიტიკა დევნილების მიმართ რა შეიცვალა ბოლო 1 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა ცხოვრების პირობებში, როდის გაიზრდება დევნილთა შემწეობა, რა სისტემით მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულებისთვის ბინების გადაცემა და რას პასუხობს მინისტრი დევნილთა პრეტენზიებს. სტუმრად პირველ სტუდიაში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე. წლის ბოლომდე კიდე რამდენიმე ასეულ ოჯახს გადავცემთ თბილისში საცხოვრებელ ფართებს, ხოლო საქართველოს მასშტაბით თითქმის 1000-მდე ოჯახი. არამედ ოფიციალურ პირი არ ვიცი, მე უნდა შევიდე ხა. ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი კი შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვს. პირველი ლეიბორისტის დღევანდელი პროტესტი და სამომავლო გეგმები. რატომ არ ენდობა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ცესკოს გადაწყვეტილებას და რატომ არ აპირებს შალვა ნათელაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის დაანონსებულ ერთობასთან გაერთიანებას. შალვა ნათელაშვილი დღეს პირველ სტუდიაში. გადაიცვალოს არჩევნების შედეგები უბნებში. გადაიცვალოს, ეს არის დემოკრატიის ნორმა და წესი. სამი დღე ოქმის შეჯამების შემდეგ ჰქონდა ნებისმიერ უბრალოდ მოსაჩერებელს კონკრეტული საუბრო კომისიის შემაჯამებელი ოქმი გაესაჩა. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს. ვინ ვისთან აპირებს გაერთიანებას და როგორ ემზადებიან პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები ადგილობრივი არჩევნებისთვის. ახალი პოლიტიკური ცენტრის იდეის ავტორები ჯონდი ბაღათურია და ალექსანდრე შალამბერიძე პირველ სტუდიაში. ინაუგურაციის შემდგომ და მას შემდგომ რაც იქნება დასახელებული პრემიერი, ჩვენ ვიქნებით მზად რაღაც ნაწილი მაინც პარტიების რომ გამოვაცხადოთ პოლიტიკური ცენტრის დაფუძნება. არასაპარლამენტო ოპოზიციას მხოლოდ კონსოლიდირებულ პირობებში შეუძლია აი ამ კორუმპირებულ სისტემას გაუწიოს წინააღმდეგობა. პირველი სტუდია პირდაპირ ეთერშია და მე წარმოგიდგენ ჩვენს პირველ სტუმარს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე უპასუხებს ახლა ჩემს შეკითხვას. ბატონ დავით, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოგწონდით ჩვენთან სტუდიაში. ბატონ დავით, ამ 1 წლის განმავლობაში, რაც ახალი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში და რაც თქვენ ხართ, აი ამ სამინისტროს პირველი პირი და ხელმძღვანელი, თქვენი აზრით რა შეიცვალა დევნილთა მდგომარეობაში და უკეთესობისკენ წავიდა მათი ყოფა-ცხოვრება თუ არის რაღაც საკითხები, სადაც ცოტა უფრო გაუარესდა? მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დევნილების პრობლემები იმდენად ღრმად და რთულია, რომ 1 წელიწადში და არც ალბათ 2 წელიწადში სწრაფი მოგვარება ვერ მოხერხდება. თუმცა ბუნებრივია გარკვეული ცვლილებები მოხდა, განხორციელდა. ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას და მე პირველ რიგში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ურთიერთობის ხარისხს, ურთიერთობას დევნილებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ 1 წლის მანძილზე დაუახლოვდით ერთმანეთს. სამინისტროს კარი ღია დევნილებისთვის. ამ დაახლოვებამ რა შედეგი მოიტანა? უფრო მეტად ჩაიხედეთ მათ პრობლემებში? რა დაინახეთ? ჩვენ უფრო მეტად ჩავიხედეთ. ვიდრე იცოდით მანამდე, ვიდრე პირველი პირი გახდებოდით სამინისტროს. დიახ, მე თვითონ დევნილი გახლავართ. დევნილებთან ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა ამ 20 წლის მანძილზე, მაგრამ ის რაც მე ვნახე ამ 1 წლის მანძილზე, ალბათ რომ არა ამ სამინისტროში ჩემი მოსვლა, ალბათ არ მეცოდინებოდა. ისინი როცა ურთიერთობენ საზოგადოებასთან სხვადასხვა შემთხვევებში, მაშინ არიან ასე ვთქვათ მობილიზებული, მოწესრიგებული, ხოლო როცა სამინისტროში მოდიან პრობლემების გადასაწყვეტად, პრობლემების დასასმელად, მაშინ ისინი არიან ისინი, ვინც არიან სინამდვილეში და რა პრობლემების აწევთ მათ ცხოვრებას. ანუ 20 წელი გავიდა და დღეს კიდევ ძალიან ბევრი კი არა, ათეულობით 1000 ოჯახი ისევ უბინაოდაა.
ასევე ათეულობით 1000 ოჯახი და ასეულობით 1000 დევნილი შემოსავლის წყაროების გარეშე, ანუ სამსახურის გარეშეა. მათ 60 წლის მანძილზე ჩამოუყალიბდათ ასევე სხვა პრობლემები, მათ შორის ჯანმრთელობით, მათ შორის ჯანმრთელობის, მათ შორის ფსიქოლოგიური პრობლემები და ერთი სიტყვით ამ ყველაფრით ძიმედ დატვირთული ისინი. ამ ყველაფრის მიხედვით, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ და იმ ურთიერთობის მიხედვით ააწყვეთ ის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მუშაობთ და რომელსაც, როგორც მე ვიცი, ეტაპობრივად ახორციელებთ, ხო? მოდით მივყვეთ ახლა უფრო კონკრეტულად იმ საკითხებს, რაზეც თქვენ უკვე არაერთხელ გაგიკეთებიათ განცხადება, მიმდინარეობს დევნილთა რეგისტრაციის პროცესი, ხელახალი რეგისტრაცია, უფრო სწორედ, რა შედეგები გაქვთ აი ამ დროისთვის და შეგიძლიათ თუ არა გითხრათ, ემთხვევა თუ არა ძველ სიას თუნდაც. გეტყვით, მაგრამ მანამდე რომ სრული იყოს ჩემი პასუხი წინა კითხვაზე, დავამატებდი იმას, რომ რა შეიცვალა თქვენ მკითხეთ, რა სიკეთე მიიღეს ამით დევნილებმა. პირველ რიგში ის, რომ ჩვენ გვაქვს თანასწორი ადამიანური ურთიერთობები და მე ვფიქრობ, მათმა იგრძნეს, რომ ჩვენ გვაწუხებს მათი პრობლემები. როგორც გითხარით, ჩვენი კარი ღია მათთვის, ისინი ჩართული არიან ყველა იმ პროცესში, რაც ხდება სამინისტროში ამ ერთი წლის მანძილზე. შესაბამისად, შედეგები, რომელიც ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს, ეს არ არის რაღაც სატრაბახო ან ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს რაღაც არის. გამლილი დროის მანძილზე ჩვენ დღეს მე აქ წამოსვლის წინ დავთვალე ძალიან ზუსტად. რომ მეთქვა ზუსტი ციფრი, დღევანდელი დღის აი ამ წუთის მონაცემებით ჩვენ 990 ოჯახს მივეცით ამ ერთი წლის მანძილზე მუდმივი საცხოვრებელი. ეს დაახლოებით 3500-ზე მეტი ოჯახია. და აქ ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად ამ მუდმივი საცხოვრებლის თემაზე, მაგასთან რეგისტრაციას დაუბრუნდებით, არაერთი პრეტენზიაც მომისმენია დევნილების მხრიდან და ძალიან ბევრი წერილიც შემოვდის ხოლმე და ვიცი მე მათი პრობლემები, შესაბამისად მაგ კითხვებს აუცილებლად დავსვალ. ეხლა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიპასუხეთ თუ შეიძლება. გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე ჩვენ მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში გადავწყვიტეთ შეგვესწავლა კერძო სექტორში, ეგრეთ წოდებული კერძო სექტორის დევნილების რაოდენობა და მდგომარეობა. თუმცა მალევე ვნახეთ, რომ ეს არ მოგცემდა სრულყოფილ სურათს და გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებია ახალი, ხელახალი სავალდებულო რეგისტრაცია. და რა სურათი გაქვთ ამ დროისთვის? რეგისტრაცია დაიწყო მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან, უკვე თითქმის 3 თვე-ნახევარია მიმდინარეობს. საქართველოს სხვადასხვა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, აი დღეს დასრულდა ბოლო ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია. ამით დასრულდა მთლიანად საქართველოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია, გარდა დედაქალაქ თბილისისა. ანუ დარჩა მხოლოდ თბილისში ჩასატარებელი რეგისტრაცია. თბილისში მიმდინარეობს 10 მუნიციპალიტეტია და სულ ჩვენ გვაქვს თბილისში 12 კომისია, იქ სადაც დიდი რაოდენობაა დევნილებისა, მაგალითად გლდანში. განსხვავება რა მოგცათ აი ამ რეგისტრაციასთან მიმართებაში? დიახ, უკვე იმ ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, სადაც დასრულდა რეგისტრაცია და უნდა გაევლო 30000 დევნილით მეტს. ანუ განსხვავება დღეისათვის არის 30000. თბილისის მონაცემების გარდა თბილისში მიმდინარეობს უკვე ეს 2 კვირაა და ნუ აქ ახლა არ ვიცი. თქვენი აზრით რას უკავშირდება? თქვენი აზრით კი არა, თქვენი ინფორმაციით უბრალოდ აი ეს განსხვავება რას უკავშირდება? ნუ თუ არ ჩავთვლით იმას, რა თქმა უნდა. რამდენიმე მომენტი არის აქ მე გითხარით რომ ჩვენ მქონდა რამდენიმე საფუძველი რეგისტრაციის ჩატარებისა, მათ შორის პირველი ის რომ ბოლო რეგისტრაცია ჩატარდა 2007 წელს და ბუნებრივია მის შემდეგ გავიდა 6 წელი და შეიცვალა შემადგენლობა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საყოფაცხოვრებო პირობები, დისლოკაციის ადგილი ჩვენ გვინდოდა ეს დაგვესუსტებია. გარდა ამისა ჩვენ მქონდა მონაცემები იმის თაობაზე რომ უამრავი ადამიანი, ვინც რეალურად არ არის დევნილი, სარგებლობდა დევნილის სტატუსით. და განსაკუთრებით ეს სხვადასხვა არჩევნების დროს სამწუხაროდ იყვნენ დევნილები გამოყენებული
არჩევნების გაყალბებისათვის და გამოავლინეთ თქვენ ამ ადამიანების რიცხვი, თქვენ გქონდათ ასეთი ინიციატივა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. მე მახსოვს ეს გამოვლინდა თუ არა, მოგაკითხეს თუ არა, გამოიყენეს თუ არა ის შანსი, რომელიც თქვენ მათ მიეცით. დიახ, განსხვავება აღიარებდა რომ უკანონოდ აქვთ ეს სტატუსი, მათ მიმართ არ გატარდებოდა არანაირი სადამსჯელო ზომები. დიახ, განსხვავება მონაცემებში ადასტურებს, რომ სერიოზულ ასე ვთქვათ, სხვაობასთან გვაქვს საქმე, რაც ეხება ამინისტიას, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ რომ ხელი შეგვეწყო ამ პროცესისათვის და ამ დროს არ დასჯილიყო რაღაც ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა იმისათვის, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დონის საჯარო მოხელეებმა ჩაიდინეს დანაშაული, ხოლო ეს ადამიანები თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური სხვა პრობლემების გამო გახდნენ მსხვერპლი ამ მდგომარეობისა. ამიტომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული იქნა, უпроსტად იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული ამნისტიის პროექტი, ხოლო იქ გათვალისწინებული იქნა ეს სამოქალაქო აქტების შესახებ, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი აქტების შესახებ და აქ გათვალისწინებული იქნა ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაცემული დევნილის მოწმობების მეპატრონეების საკითხი. გამართლა დიახ, ძალიან ბევრმა დაახლოებით 500-მდე დღეისათვის განაცხადა, რომ 500-მდე არის კვლევაში, მათ შორის 100-ზე გაცილებით მეტმა თვითონ განაცხადა, რომ მას უკანონოდ ჰქონდა დევნილის სტატუსი. ამნისტია ჯერ ძალაში არ შესულა, იმიტომ რომ პარლამენტს არ მიუღია ცვლილება კანონში ამის შესახებ, მაგრამ მთავრობა გავლილი აქვს და შესულია პარლამენტში, მალე გამოცხადდება, მალე მიიღეს პარლამენტი სავარაუდოდ, გამოცხადდება ამნისტია და ის მოქმედებაში იქნება მომავალი წლის ბოლომდე. ამდენად ჩვენ იმდინარე რეგისტრაციამ, რომელიც დასრულდება 27 დეკემბერს, გვიბიძგა კიდევ ერთი ინიციატივისაკენ, რომ ჩვენ ამ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ შევქმნით სპეციალურ ჯგუფს, რომელიც იმუშავებს უკვე იმ ესე იგი დევნილების გამოსავლენად, რომელთაც ყველა დოკუმენტი აქვს წესრიგში, მაგრამ მათი დევნილობის კანონიერება დგება ეჭვქვეშ. ანუ მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა სწორედ ამასთან დაკავშირებით, იმ ადამიანების ბედი როგორი იქნება, ვინც აი ამ მოცემულ ვადაში თქვენ ამ ასახელებთ ბოლო ციფრს და თარიღს 27 დეკემბერს ვერ მოახერხა, თუნდაც იმის გამო, რომ ისინი შეიძლება არ იმყოფებიან საქართველოში ან რაღაც სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოახერხა აი ამ რეგისტრაციის გავლა. მათი ბედი როგორი იქნება? ეს არის ის პასუხი, რომელიც ამ კითხვაზე შეიძლება გამწევდეს. დიახ, ესე იგი ადამიანები, რომლებიც ამ 5 თვის მანძილზე ვერ გაევლიან სავალდებულო რეგისტრაციას, მათი სტატუსი აქტიურიდან გადავა პასიურში და მათ შეუჩერდებათ შემწეობა. ანუ ისინი აღარ მიიღებენ დახმარებას. თუ მათ საპატიო მიზეზი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაღაც ქვეყნიდან გასვლა, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენ სამართლიანია ის, რომ მათ უჩერდებათ ეს სტატუსი დევნილის და ვერ მიიღებენ ანაზღაურებას. ანუ რა შანსს აძლევთ ამ ადამიანებს? დიახ, მე გითხარით, რომ 5 თვის მანძილზე ანუ მიმდინარეობს უკვე 3 თვე-ნახევარია, კიდევ თვე-ნახევრის მანძილზე გაგრძელდება, 5 თვის მანძილზე, როცა ვერ გამოცხადდება დევნილი და ვერ გაევლის სავალდებულო რეგისტრაციას, მას უჩერდება. თუ ის არის საზღვარგარეთ, კანონი ისედაც ითვალისწინებს შემწეობის შეწყვეტას 2 თვეზე მეტი ვადით, როდესაც გადის ადამიანი, ანუ ვინც ახლა გაიარა რეგისტრაცია, თუ ისინი დატოვებენ ქვეყანას 60 დღით და მეტი ვადით, მაშინ მათ შეუჩერდებათ დევნილის შემწეობა. სხვა მიზეზები, რომელიც თქვენ ახსენეთ, დაბრუნების შემდეგ ექნება შანსი რომ აღადგინონ. რა თქმა უნდა, ისინი დაბრუნების შემთხვევაში თავიდან გაევლიან ყველა იმ სავალდებულო პროცედურებს, რითაც უნდა დაადასტურონ მათ თავიანთი დევნილობის რეალობა და მათ რა თქმა უნდა აღუდგებათ დევნილის სტატუსიც და დევნილის შემწეობაც. გასაგებია. და მომავალი წლიდან მთავრობის გადაწყვეტილებით თუ არ ვთქვი 1 იანვრიდან უნდა გაიზარდოს დევნილთა შემწეობა და გახდეს 45 ლარი. თქვენ გქონდათ ინიციატივა რაღაც დიფერენცირებულ მიდგომასთან დაკავშირებითაც. ეს ინიციატივა კვლავ განიხილება, ძალაშია კვლავ ეს ინიციატივა. დიახ, თქვენ შეეხეთ ამით კანონ პროექტს დევნილთა შესახებ და მოგახსენებთ ამის თაობაზე, რომ ესე იგი დღემდე მოქმედებაშია
დევნილთა ცხოვრების და ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტი, ანუ კანონი, რომელიც მიღებული იყო 1996 წელს. შემდეგ ამ კანონმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, მაგრამ დღემდე ის არის მოქმედებაში. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კანონი არ პასუხობს და დღევანდელ არ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს და საჭიროებებს და საერთაშორისო ნორმებს დევნილთა დაცვის თვალსაზრისით, მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. თვითონ კანონიც სამართლებრივი სტრუქტურის და საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით ჩვენით აზრით იყო გაუმართავი. ამიტომ გასული წლიდანვე ჩვენ ჩარჩენ დეკემბერში მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მასში ჩართული იქნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ეროვნული სხვადასხვა სამინისტროების სპეციალისტები, ასევე ჩვენი სპეციალისტები და მათ შორის გაეროს რამდენიმე ექსპერტი, რომელთა დასკვნა ახლავს კანონ პროექტს და დღევანდელი მდგომარეობით კანონ პროექტი განხილულია მთავრობაში და გადასულია პარლამენტში საბოლოო განხილვისა და მიღებისათვის. გასაგებია ეს. სხვა და სხვა მრავალ ცვლილებასთან ერთად და მრავალ ახალ 45 ლარი როგორ განისაზღვრა 28 ლარის ნაცვლად. მე ქვეტექსტი მგონი მივხვდი 45 ლარი არ არის ის თანხა, რომელიც დღეს თქვათ წვეთს დევნილთა მდგომარეობას სასიკეთოდ, მაგრამ ეს ის არის, რაც მაქსიმუმია იმისა, რაც შეიძლებოდა დღევანდელი სამომავლოდ თუ იგეგმება, მაშინ კიდევ უფრო ან გადახედვა თუნდაც ისევ აი ამ შემწეობის. ისტორია ამ შემწეობისა არის ისეთი, რომ იყო დრო, როდესაც ეს კუპონებში განისაზღვრებოდა, იყო დრო, როცა 9 ლარით განისაზღვრებოდა, მერე იყო 14 ლარი, 2004 წელს გახდა 28 ლარი, იმის შემდეგ აღარ გადახედულა, ეხლა ჩვენ ვზრდით 45 ლარამდე და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს მუდმივი, ასე ვთქვათ, ზრუნვის საგანი უნდა იყოს ამ შემწეობის ზრდა. შეიძლება ასეთი, ვთქვათ, ბიჯებით და ასეთი ნახტომით არა, ვთქვათ, გაორმაგება ან გასამაგება, მაგრამ იმის მიხედვით, რამდენადაც ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი ამის საშუალებას მოგცემს, დევნილთა შემწეობა მუდმივად უნდა იზრდებოდეს, როგორც მინიმუმ ყოველწლიურად. თქვენ შეეხებთ დიფერენცირებული ახსენეთ და მე მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, ესეც ძალიან საინტერესო საკითხია ჩემის აზრით, რომ დევნილის შემწეობა, ანუ დახმარება ფინანსური არ იყოს გამომდინარე სტატუსიდან და ის იყოს გამომდინარე ამა თუ იმ დევნილის საჭიროებიდან. დღეს ანუ მისი სოციალური მდგომარეობიდან? დღეს მეც როგორც დევნილს და ჩემს მოადგილეებს, რომლებიც დევნილები არიან, 4 ასევე რამდენიმე დეპარტამენტის უფროს ერიცხება ეს 28 ლარი. ყველა თავის შეხედულებისამებრ განკარგავს, ზოგი ამას იყენებს საქველმოქმედოდ, ზოგი უარი განაცხადა, მაგალითად ჩემმა კოლეგამ ანუ ვისაც აღარ ექნება საჭიროება, არ ექნება უბრალოდ საჭიროება, მას ეს 45 ლარი არ დაერიცხება, ასეთია თქვენი ინიციატივა. ჩვენ ასე მივდექით და კანონ პროექტში ასე არის ჩაწერილი, რომ დასაბეგრი შემოსავალი იმ ადამიანების, ვისაც ეს ვისი შემოსავალიც განისაზღვრება 1250 ლარით, ანუ ხელზე სუფთად ღებულობს 1000 ლარს, ისინი იმ თვეში, როდესაც ეს შემოსავალი აქვს, არ მიიღებენ დამატებით 45 ლარს დევნილის შემწეობას, დევნილებზეა საუბარი. ეს რესურსი წლის განმავლობაში აღწევს 5 მილიონს და ეს ბუნებრივია გადანაწილდა და გამოყენებული იქნა რესურსის სახით იმ 45 ლარში, რომელიც თქვენ ახსენეთ და ერთი უნდა კიდევ დავაზუსტო, თქვენ ახსენეთ, რომ შედის კანონი ძალაში 1 იანვრიდან, სამწუხაროდ ეს დღეს მდგომარეობით გადაწყვეტილი. ახსენე, რომ თუ არ ვწდები 45 ლარი 1 იანვრიდან უნდა გაიცეს. როდიდან გაიცემა მაშინ ბატონ დავით? პროექტი ითვალისწინებდა 1 იანვრიდან გაცემას, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს შენიშვნით იქ გაკეთდა ჩანაწერი, რომ ძალაში შესვლის ვადა განისაზღვროს საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღების დროს. ანუ ბიუჯეტის კანონის შემდეგ შევა ძალაში. და მაგრამ არაუგვიანეს ეს ვადა იქნება 1 იანვრიდან 1 მარტამდე პერიოდიდან არჩეული, აღებული და ეს დამოკიდებულია და გამომდინარე იქნება რეგისტრაციის შედეგებიდან. ანუ ის 30000 რაც დღეს განსხვავება არის, თუ გაიზრდება, თქვათ გახდება 40 ან მეტი 1000, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს გაცილებით ნაკლები
დამატებითი ასიგნებები დაჭირდება ამ 45 ლარის გასაცემად და ამდენად აქედან გამომდინარეა ეს საკითხი. კარგით, ბატონ დავით, დევნილთა განსახლების პროცესზეც მინდა გკითხოთ, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და ახორციელებთ აი ამ პროცესს, თუმცა თავად დევნილების მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება იმ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც უწყება ხელმძღვანელობს. ვიდრე აი რაღაც კონკრეტულ შემთხვევებზე გკითხავდეთ, პირადად თქვენ რამდენად სრულყოფილად მიგაჩნიათ აი ეს სისტემა, რომლითაც დღეს ხელმძღვანელობს სამინისტრო. დიახ, მე მიმაჩნია, რომ დღეს უფრო დახვეწილი მექანიზმი არ არსებობს და არც წინადადება ამის შესახებ არ არის. და უნდა გითხრათ, რომ ვიდრე არ შევიდა ძალაში ეს კრიტერიუმები, მანამდე ამ 20 წლის მანძილზე არ არსებობდა არანაირი ნორმატიული აქტი. ნორმა არ არსებობდა იმისა, თუ ვის, რატო და რისთვის უნდა მისცემოდა ბინა. და ჩვენ ბუნებრივია გამოვედით ინიციატივით, რომ არ უნდა ყოფილიყო ეს არც მინისტრის, არც მოადგილეების, არც თუნდაც მათი თავმჯდომარების გადასაწყვეტი ვის უნდა მიეღო და უნდა ყოფილიყო ნორმები დაახლოებული საერთაშორისო ნორმებთან და რამდენად სრულყოფილია ეს ნორმები და მაშინ რა უკავშირდება ეს პრეტენზიები, რომელზეც მე აუცილებლად ვისაუბრებ. ასევე რამდენიმე თვის მანძილზე ასევე მინისტრის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი მუშაობდა და მე აღარ გავიმეორებ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კანონის პროექტის შემუშავებაში, თითქმის ყველა მონაწილეობდა ამ ნორმატიული აქტის შემუშავებაში. კი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის სრულყოფილია, ბატონო. ეს არის ის ამ კითხვაზე მინდა ეს არის ის, რაც მოფიქრებული იქნა აი ამ ასეთი ასე ვთქვათ თანამეგობრობის და სპეციალისტების მონაწილეობის მიერ, ანუ კიდევ მაშინ გავიმეორებ, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები. გავიგე. ანუ სრულყოფილად მიგაჩნიათ თქვენ ეს სისტემა. მე მიმაჩნია დღეისათვის, რომ უკეთესი ჩვენ არ აგვაქვს და ეს არის რა. ეხლა გეტყვით, ესე იგი, კრიტერიუმები ითვალისწინებს დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას ქულათა სისტემით. მისი სიმძიმის ხარისხის დადგენას. და გამეორება მიწევს პირობითად, თქვათ, ავიღოთ, რომ ჩვენ 990 ბინის გადაცემა შევძელით ჩვენ ამ პერიოდში და ერთ ამდენს კიდე წლის ბოლომდე შევძლებთ, ალბათ ეს არის მომზადებული სიტუაცია. მაგრამ სურველი გვყავს გაცილებით მეტი. მარტო თბილისში ძველი მონაცემებით თუ ამ ახალი რეგისტრაციის შედეგებს არ დავეყნობით, ძველი მონაცემებით თბილისში 20,000-ზე მეტი ოჯახია დევნილი, ვისაც ბინის აუცილებლობა და მწვავე საჭიროება აქვს. ჩვენ შევძელით დადგენილია, რომ მათ აქვთ ძველი მონაცემებით. კარგით, ეხლა ახალი მონაცემებზე ვისაუბრებთ. შესაძლებელია ცოტა ნაკლები იქნეს. რის მიხედვით ანიჭებთ ქულებს? გაიტყვით, აი მაგალითად ოჯახი რომელიც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. ანუ მისი სარეიტინგო ქულის მაჩვენებელი არის 57,001-ზე უფრო ნაკლები. მას 3 ქულა ეძლევა ამ მდგომარეობისათვის. შემდეგ თანაფარდობა შემოსავლებისა და ხარჯებისა. ითვლება შემოსავლები, ითვლება ხარჯები, სხვაობა მათ შორის თუ ამყოფებს მას საარსებო მინიმუმზე დაბლა, კიდევ ამისთვის ენიჭება დამატებითი 3 ქულა. ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ არის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი, ეგრეთ წოდებული ადრე როგორც მოიხსენიებოდა ინვალიდი პირველი ჯგუფის 3 ქულა ემატება. თუ მეორე ჯგუფის არის 2 ქულა ემატება. თუ მესამე ჯგუფის არის 1 ქულა ემატება. და ასე შემდეგ. ანუ იქ არის 20-ზე მეტი კითხვა, რომელიც ადგენს ამ ხარისხს. ეხლა ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა თქვენ გითხრათ და თქვენი ყურადღება შევა, რომ ჩვენთან მოვიდა წერილი ერთ-ერთი მოქალაქის, რომელიც ამბობს იმას, რომ მისი ოჯახი აი ამ ბინის მიმღებთა სიიდან არასწორად ამოიღეს. მე ეს წერილი აი აქ მაქვს, აუცილებლად გადმოგცემთ თქვენ ამ წერილს. უბრალოდ ერთ რამეს დავაზუსტებ, ეს არის დევნილი ქალბატონი, რომელსაც ყავს მეორე ჯგუფის ინვალიდი შვილი, სხვათა შორის და ის არის ასევე სოციალურად დაუცველი. მზად ხართ რომ განიხილოთ ეს პრობლემა? ასეთი პრეტენზია ალბათ ძალიან ბევრი გაქვთ. მე ვერ მოვახერხე მეთქვა, იმიტომ რომ თქვენ შემაწყვეტინეთ, რომ ეს არის ნორმატიული აქტი და მას აქვს გასაჩივრების მექანიზმი. ნებისმიერს, ვინც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია გაასაჩივროს ეს სამინისტროში, შეუძლია გაასაჩივროს ეს სასამართლოში და მანამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე სწრაფად გეტყვით, რომ ბევრი დრო არ დავიკავო, თუ რა რესურსი არის ამ პროცედურაში მობილიზებული. ერთი ჯგუფი ღებულობს დევნილის ოჯახისაგან განაცხადს.
ავსებს, სადაც პასუხი გაეცემა 20-ზე მეტ კითხვას და დგინდება მისი აღიწერება ოჯახის მდგომარეობა. შემდეგ ეს დოკუმენტები დავუშვათ ამა თუ იმ ობიექტზე, როცა დასრულდება ამის მიღება, ანუ ყვარელის ქუჩაზე, რომელიც ჩვენ გუშინ გადავეცით 85 ოჯახს, შევსებული იყო 1464. შევსებული არა, ნათელი უნდა გახდეს ეს თქვენ კითხვა დასვით. პასუხი უნდა გავცეთ დევნილებს მეუხსნი ამას ყოველ დღე და ეხლა აუხსნით თქვენი ეთერის მეშვეობით. 1464-დან მიიღო მხოლოდ 85-მა. ბუნებრივია 1300 რაღაცა, რამდენიც იყო და ხალბატონი ამბობს, რომ ამ 85 სიაში იყო. სწორედ იმ 85-ში. და მე ამოიღეს. ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ გაეცანით, ჯერ და მე დავეთანხმებით, ნუ განვიხილავთ ამ კონკრეტულ ხალბატონს აქვს შანსი და ასევე სხვასაც აქვს შანსი. ჩვენ როდესაც გადავცემთ ამ ბინებს, ჩვენ გადავეცით და ეს არის ჯერჯერობით გრძელვადიან სარგებლობაში. ვიდრე მათ დაუკანონდებოდეთ და ამას სჭირდება რამდენიმე თვიანი პროცედურა, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს გადაწყვეტილება თუ თქვა. რა ვადაში დასრულდება აი ეს პროცესი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, განსახლების პროცესი, რა ვადაში დასრულდება და შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ აი იმ ვადაში, რომელსაც ახლა თქვენ დაასახელებთ, ყველა ვისაც აქვს აი ამ განსახლების პრობლემა, მიიღებს და დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართიდან. არა, ბუნებრივია მე ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს რო თქვა, თქვენ არ ვიცი როგორ ჩამეთვლით, მაგრამ ყველა მიხვდება რომ ეს იქნება არასერიოზული განაცხადი. ჯერ ერთი არ დამთავრებულა რეგისტრაცია და როდესაც დამთავრდება რეგისტრაცია, ჩვენ გვეცოდინება მაქსიმალურად დაზუსტებული რიცხვი. დღევანდელი მონაცემებით 60,000 ოჯახს აქვს ბინის პრობლემა და აქედან 40,000 არის მწვავე. მე ვფიქრობ, ეს რიცხვი ცოტა შემცირდება, მაგრამ ის არ იქნება დაუშვათ 35 ან 30,000-ზე ნაკლები. ამიტომ 30,000 ან 35,000 საცხოვრებელი ბინის შექმნა რამდენ ხანში ზუსტად გადაწყვეტით, ამის თქმა არის ძალიან ძნელი. თუმცა მე მინდა გითხრათ თქვენ დევნილებს და ყველას მაყურებელს ის, რომ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ახალი ხელისუფლება, ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გაცემული აქვს შეპირებები დევნილების მიმართ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, ჩვენ საარჩევნო ვადაში, რომ მაქსიმალურად გადაწყდეს ეს პრობლემა, იქნეს დაძლეული და ჩვენ ამის მიმართულებით უკვე გადავდგით ნაბიჯები და გეტყვით, რომ ჩემი როგორც მინისტრის და სამინისტროს ხელმძღვანელობის ხედვა, რომ იმ დამოკიდებულებით, რაც იყო ამ 20 წლის მანძილზე, ანუ ცალკეული სარეაბილიტაციო ძველი ობიექტების მოძებნით, რეაბილიტაციით და დევნილებისათვის გადაცემით, ანუ იქნება ეს წელიწადში 1000 თუ 1500, ასე პრობლემა ვერ მოგვარდება. ამიტომ საჭიროა დამასრულებიეთ აზრი, რომ ჩვენც და მაყურებელიც ჩვენ უნდა განახორციელოთ მასიური მშენებლობები. ამისათვის ჩვენ გამოგვიყო ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე მიწის ფართობი არასასოფლო სამეურნეო და რამდენიმე ამ ფართობზე უკვე დასრულდა საპროექტო სამუშაოები. და აშენდება ახალი სახლები. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა რამდენიმე მიმართულებით ინვესტორთან, დონორთან, გვაქვს იმედები იმისა, რომ ჩვენ განახორციელებთ მშენებლობებს დევნილებისათვის და დავძლევთ იმ პრობლემას სხვათა შორის პარალელურად აღრიცხვასთან ერთად. და თქვენ არ მომეწონთ საშუალება, რომ მე გავემახვილებინა ყურადღება. ძალიან ბევრი მიტმასნილი ადამიანი არის ეთერში და ვისაუბრებთ იმ მონაცემებში, რომელიც მე დაგისახელებ. როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებთ პოსტს ახალ მინისტრთა კაბინეტში? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს მე ვფიქრობ, რომ იცის ახალმა პრემიერობის კანდიდატმა და ალბათ იცის დღეს მოქმედმა პრემიერმა. მე ვიცი ის, რაც იცით თქვენ და იცის ყველამ, ანუ განცხადებები, რომელიც გაკეთებული იქნა მოქმედი პრემიერის მიერ და პრემიერობის კანდიდატის მიერ. იმის თაობაზე, რომ ძირეუცვლიებებზე საუბარი არ არის. შეიძლება ძირეუცვლიებებზე საუბარი არ არის, მაგრამ მე მაინც მეხებოდეს ან პირიქით, არ ვიცი. ერთი კვირა დაველოდოთ, ყველას გვეცოდინება რა იქნება და რა არ იქნება. კარგი, დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ მოგზავნეთ სტუდიაში. ეს თემა ნამდვილად ამოუწურავია, გეთანხმებით, უბრალოდ განუსაზღვრელი დრო არა გვაქვს, მე სხვა სტუმრების ყავს, ისინიც მელოდებიან. ჩვენ კიდევ მოგვესწრება იმედი. მე მინდა უთხრა დევნილებს ბოლოს, რომ ისინი უნდა იყვნენ იმედიანად, თქვენ მართალია ისიც ნაწილია პროცესისა, რომ ვინმე აპროტესტებს და როგორც გითხარით, ჩვენ ეს შემოვიღეთ და დავუშვით, მაგრამ მაქსიმალურად გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანი იქნება და საბოლოოდ ყველა დარწმუნდება. ის რაც არის დღეს ვითარება ერთი თვის წინ იყო სულ სხვა, იყო მithქმა მოთქმა, რომ ისევ ისე გრძელდება, ყველაფერი ძველებურად არის, გადანაწილებულია, გაყიდულია. ეხლა ასე არ ფიქრობთ, თქვენ თუ დაინტერესდებით და გაუშვებთ ჯგუფს,
ყვარელის ქუჩაზე მე ჯგუფი არ მყავს, მაგრამ მაშინ ვისაც ამის საშუალება აქვს და ვნახოთ ისინი ვინ მიიღო ბინა და თუ ვინმე შეეპარება ეჭვი რომ მათ არ ეკუთვნოდა, მაშინ მე მოდის მოვიხდი ან ძალიან დიდი მადლობა გემშვიდობებით უკვე. დავით დარახველიძე იყო ჩვენი სტუმარი, გადაცემაში რეკლამის დროა, რომლის შემდეგაც უკვე პირდაპირ ეთერში ოპოზიციის, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად დავბრუნდებით, დაგველოდეთ. არანაირ ოფიციალურ პირი არ ვიცი, მე უნდა შევიდე ხელი. ცესკოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი კი შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვს. პირველი ლეიბორისტის დღევანდელი პროტესტი და სამომავლო გეგმები. რატომ არ ენდობა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ცესკოს გადაწყვეტილებას და რატომ არ აპირებს შალვა ნათელაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის დაანონსებულ ერთობასთან გაერთიანებას. შალვა ნათელაშვილი დღეს პირველ სტუდიაში. გადაიცვალოს არჩევნების შედეგები უბნებში. გადაიცვალოს, ეს არის დემოკრატიის ნორმა და წესი. სამი დღე ოქმის შეჯამების შემდეგ ჰქონდა ნებისმიერ უპრეომოთილ მოსარჩევებს და კონკრეტული საუბრო კომისიის შემაჯამებელი ოქმი გაესაჩა.